სმოლენსკში ავიაკატასტროფის ადგილზე ნაპოვნი ნივთების ნახვა ემოციურად მართლა ძალიან ძნელი იყო. დაღუპულების ოჯახის წევრებმა ჩვენ გვითხრეს, რომ ყველა ნივთს, რომელიც არის გამოგზავნილი მოსკოვიდან 1 წლის წინ, შეინახავენ სიცოცხლის ბოლომდე ძალიან სათუთად, ხსოვნის ნიშნად და სევდიანი ისტორიის გასახსენებლად. მიუხედავად იმისა, რომ წლისთავის დღე ახლოვდება და ეს დღეები განსაკუთრებით მტკივნეულია დაღუპულების ახლობლებისთვის, მათ მაინც დაგვითმეს ჩვენ დრო და ისაუბრეს ავიაკატასტროფაზე, მათ ახლობლებზე და გამოძიების მიმართ მათ დამოკიდებულებაზე. ისინი ამბობენ, რომ აინტერესებთ პასუხი ძირითად ორ კითხვაზე. პირველი, რა გახდა რეალურად მიზეზი ავიაკატასტროფის და მეორე, ყველაზე მტკივნეული თემა ნებისმიერი ოჯახისთვის. მოხდა თუ არა რეალურად ნამდვილად მათი ახლობლების ჩამოსვენება 10 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მოსკოვიდან ვარშავაში. მაგდა მერტას სმოლენსკში დაღუპული კულტურის მინისტრის მოადგილის ტომას მერტას მეუღლეა. მოამბის გადამღები ჯგუფი იმ ოთახში აიყვანა, სადაც 10 აპრილის შემდეგ ბოლო 1 წელია ყველაზე დიდ დროს ატარებს. ეს მისი მეუღლის სამუშაო ოთახია. 10 აპრილის მოგონებებიდან 1 ყუთს განსაკუთრებით ინახავს. ამ ყუთში ავიაკატასტროფის ადგილზე შეგროვებული სმოლენსკის ნივთებია, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, კამერის წინ პირველად აჩვენებს. ეს არის ბოლო პასპორტი, რომელიც ჰქონდა ტომას მერტას სმოლენსკში გაფრენამდე. ამ პასპორტს თქვენც ხედავთ, რომ დღემდე შემორჩენილი აქვს ავიაკატასტროფის ადგილას მიწა. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი. ტომას მერტას შეიძლება დავარქვათ სასიკვდილო, ეგრეთ წოდებული ბორდინგ პასი. პასპორტთან ერთად, რომლის არც ერთი გვერდი დამწვარი არ არის გადარჩა პირადობის მოწმობა, სავიზიტო ბარათები, ბიბლიოთეკის საშვები. ერთადერთი, რაც დაღუპული მაღალჩინოსნის მეუღლემ დღემდე ვერ მიიღო, საქორწინო ბეჭედი და საფულეა. ქვრივს ეჭვი აქვს, რომ ის შემთხვევის ადგილიდან მოიპარეს. პრესამ არაერთხელ დაწერა, რომ დაღუპულების საკრედიტო ბარათებიდანაც კი ავიაკატასტროფიდან 2 საათის შემდეგ ფული მოხსნილი იყო. კითხვაზე, რატომ არ ენდობა მარტა ავიაკატასტროფის რუსულ ვერსიას, ასეთი პასუხი აქვს. ჩვენს პიროვნულ ტრაგედიებს განცდებს ემატება ინფორმაციის არ ქონის გამო გამოწვეული სტრესი. ძალიან ბევრი გაურკვევლობაა ფაქტებთან დაკავშირებით. მაგალითად ამბობდნენ, რომ გენერალი, რომელმაც პილოტს დაშვების მითითება მისცა, თვითმფრინავში მთვრალი იყო. სინამდვილეში ანალიზმა აჩვენა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. ჩვენ არ ვენდობით ასევე სამედიცინო დოკუმენტაციას. როდესაც წავიკითხეთ ანალიზების პასუხები, ბევრი უზუსტობა აღმოვაჩინეთ. ანალიზების მიხედვით ვერც ერთმა ჩვენგანმა ახლობელი ვერ ამოიცნო. ისეთი სურათი იქმნება, რომ ეს არა ჩვენი ოჯახის წევრების, არამედ საერთოდ უცხო ადამიანების ტესტების შედეგებია. იმისთვის, რომ სიმართლე გაიგოს, მერტა დანარჩენი დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად პირად დაკვირვებასაც ახორციელებს. 10 აპრილის ტრაგედიის შემდეგ სმოლენსკში სამჯერ იყო ჩასული. მისი და როგორც თავად ამბობს, დამოუკიდებელ ექსპერტთა ვერსია თვითმფრინავის ჩამოვარდნის ოფიციალურ ვერსიას თავდაყირად აყენებს. ეს არის ოფიციალური ვერსიის ეგრეთ წოდებული იმიტაცია, სადაც ავიაკატასტროფის მიზეზი ცუდი ხილვადობის გამო თვითმფრინავის არეული მარშრუტია. Tu-154 ამ არყისხეს ეჯახება, ტყდება ფრთა და შემდეგ ფეთქდება. მეორე ვერსიით, რომელზეც მაგდა მერტა საუბრობს, 6 მეტრიანი დრეკადი არყისხე თვითმფრინავის ფრთას ვერ მოტეხავდა და ჩამოვარდნის სხვა მიზეზია. ეჭვი გვაქვს, რომ არყისხე არ გამხდარა კატასტროფის მიზეზი. გსურს გავიგოთ, რა მოხდა სინამდვილეში. მოსკოვიდან კი შემოგვითვალეს, რომ ეს შეუძლებელია, ვინაიდან სმოლენსკში მწყობრიდან იყო გამოსული აპარატურა. ეს არის მხოლოდ რეკონსტრუქცია, ვარაუდი. მაგრამ თავარი ისაა, რომ პირველ დოკუმენტებში დისპეჩერი ჩვენებაში ამბობდა, რომ ყველაფერი მასთან წესრიგში იყო. ეს ჩვენება დოკუმენტაციიდან უკვე გამქრალია. კომაროვსკი კი სმოლენსკში წლის თავზე მხოლოდ იმიტომ არ უნდა წავიდეს, რომ შიშობ მას აღიზიანებს კატინის ხსოვნა. ჩვენთვის კი ეს უკვე წმინდა ადგილია, სადაც პრესის და პოლიტიკოსების დასწრებით არასოდეს წავალ. დაღუპულების ოჯახის ახლობლების ინფორმაციით ამ თვეში დაიწყო გამოძიება 10 აპრილს სმოლენსკის მიმართ შესრულებულ კიდევ ერთ რეისზე, რომელშიც პოლონელი ჟურნალისტები ისხდნენ. იაკ ორმოცი სმოლენსკში ცუდი ხილვადობის მიუხედავად დისპეჩერების მითითებით მაინც დაჯდა, თუმცა გამოძიება ნებართვის მიცემის არალეგალურობაზე დაიწყო. ეს კი 10 აპრილს დაღუპული პოლონეთის ომბუდსმენის მეუღლე ევა კოჩანოვსკაა. ის ავიაკატასტროფის შემდეგ ჟურნალისტებს დღეს პირველად ესაუბრა. ინტერვიუზე მხოლოდ ქართულ არხს დათანხმდა, რადგანაც თავისი მეუღლე 40 წლის წინ თბილისში გაიცნო. კოჩანოვსკების ოჯახსაც ოფიციალური მოსკოვიდან მოსული გამოძიების შედეგების არც ერთი სიტყვის არ სჯერა.
რომ გითხრათ ეს არის გამოძიება დამიჯერებთ, ეს არის პროპაგანდა, თავიდან გამოგვიგზავნეს შავი ყუთის ჩანაწერები, მცირე ნაწილი. მოგითხოვეთ სრული ვერსია და მივიღეთ მასალა ახალი სიტყვებით, რაც მთლიანად ცვლიდა სიტუაციას. მე ძალიან არ მინდა რომ ჩემი ოჯახი იყოს ისევე როგორც კატინში დაღუპული ოფიცრების ოჯახები არიან, რომელთაც უკვე 70 წელია სიმართლე ვერ გაიგეს. ვფიქრობ, რომ 10 აპრილს ჩარშან პოლონეთსა და რუსეთს შორის ბოლო ხიდი ჩატყდა. კატინის განმეორებას, რომელიც თითოეული პოლონელისთვის მთელი ფილოსოფიაა, ჩვენ მეორედ ვეღარ გადავიტანთ. მარტა კოჩანოვსკა დედასთან ერთად 1 წლის წინ მოსკოვში მამის ცხედრის ამოცნობაზე ჩასული იყო. ამბობს, რომ 5გვერდიანი დოკუმენტაციაც წაიკითხა და იმ უცხოელ ექსპერტებსაც ესაუბრა, რომლებიც უკვე წლებია ავიაკატასტროფებს იძიებენ. დასკვნას იმის საფუძველზე აკეთებს, რაც თავად ნახა რუსეთში და რუსული გამოძიებისგან დამოუკიდებლად გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საერთაშორისო რეგულაციების შესრულება ევალება, ყველანაირი წესის დარღვევით ჩაატარეს საიდენტიფიკაციო პროცესი. ინგლისელმა ექსპერტებმა მითხრეს, რომ პრაქტიკა მაჩვენა ახლობლების მხრიდან ცხედრების ვიზუალური დათვალიერებით შედეგთა 75% სწორი არ არის. ამიტომ მთავარია დნმ-ის დასკვნა. სამედიცინო ცნობები კი ახლახანს მივიღეთ, ისიც არასრული. კიდევ ერთი იმედგაცრუება უკავშირდება ავიაკომპანია ლოტს, რომელსაც ევალებოდა ჩვენი მომსახურება მოსკოვში. ლოტის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და მსხვერპლის ახლობლების თანადგომა ევალება. უზრუნველყოფა მგზავრობის დროს თუნდაც ფსიქოლოგებით. არაფერი მსგავსი არ მომხდარა მთავრობამ, ისიც კი არ გააკეთა, რომ ნაციონალური ავიახაზებისთვის დაერეკა. პოლონურმა გამოძიებამ დასკვნის დადება ტრაგედიის წლის თავისათვის ვერ მოასწრო. დაღუპულების ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ პოლონური გამოძიების ერთი ნაწილი მათთვის ცნობილი 2 კვირაში გახდება. უფრო ვრცელ მასალას კი ისინი მხოლოდ ტრაგედიიდან წელიწად ნახევრის შემდეგ, ოქტომბერში მიიღებენ. ეს არის ყუთი, რომელიც სმოლენსკში ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ყველა მგზავრის ოჯახმა პრეზიდენტის სასახლიდან დღეს მიიღო. მასში არის ოფიციალური ღონისძიებების განრიგი და ასევე ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე დასასწრები ბარათი. არც ერთი ჩვენი რესპონდენტი პროტესტის ნიშნად არ აპირებს, რომ მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწროს. ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მივლენ 10 აპრილს სამხედრო აეროპორტში 7 საათსა და 21 წუთზე. ეს ის დროა, როდესაც სმოლენსკის მიმართულებით TU-154 გაფრინდა. ავიაკატასტროფა მოხდა 2 საათის შემდეგ და ამიტომ ღონისძიება აეროპორტში სუსტად 9 საათამდე გასტანს.